საღამოშვიდობის. ესე ყოველ დღე რაღაცა ახალი ხდება ისეთი კარგს არ გულისხმობ, რაღაცა ხდება ისეთი, რაც ძალიან მაფიქრებს იმაზე, რომ ძალიან აჩქარდა ეს მარწუხების მოჭერა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. მარტივად ხვდებით საიდანაც, ვისგანაც და ვის მიმართაც. დღეს მე უბრალოდ კითხვა მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც არის რაღაც შეფასებაზე და ყველაფერს აკეთებენ ისე რომ საზოგადოებამ შეაფასოს გარკვეულწილად რაღაცა საკითხები. რაღაც მორალზე არის ხოლმე საუბარი და მარიამ კუპრეიშვილი დაგბლოკავთ ახლა, იმიტომ რომ ასეთ რამეები არ შეიძლება აქ. ხო და ძალიან ხშირი არის ხოლმე ეს რაღაცები, როცა ვერ ვიგებთ პასუხებს. აი მაგალითად, თუ ვინმე გაიგეთ, ჩვენებაც გავცელდა სანდრო ცნობილაძეს რას ედავებიან კონკრეტულად. ვინმე თუ გაიგეთ. ანუ ადამიანთან შევიდნენ დღეს ჩხრეკაზე და ედავებიან პირადი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის უკანონოდ მოპოვებას. და ვინმე თუ ჩვენება თუ ნახეთ ამ ადამიანის ვინც ედავება დაზარალებულად ვინც არის ცნობილი და თან საგულისხმო ის არის რომ პერიოდი აქვს ჩვენებაში ნახსენები 2021-2023 წლები. ახლა არის 2025 წელი. მე არ ვამბობ იმას რომ თუ ვინმე რამე დანაშაული ჩაიდინა და ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არ მოეთხოთ, მაგრამ ყველაფერი ხო რაღაცა უკვე ძალიან სახეზე არის რა, ანუ ყველა ამორალური ბრჭყალებში არიან ადამიანები, ვინც არ ეთანხმება იმათ, ვისაც არ ეთანხმება. ყველა ქვეყნის დამაქცევარი არის ის ადამიანები, ვინც მათ არ ეთანხმება. გაირკვა რომ თურმე იმდენი ადამიანს ედავებიან გზის გადაკეტვას, რომ და იმდენ ადამიანს დაუწერეს ჯარიმა, რომ ეს ხალხი რომ დათვალოთ რამდენია. და რო წარმოიდგინოთ რუსთაველის გამზირზე ან სადაც ედავებიან ამდენი ხალხი, თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდიან, რომ ამდენი ხალხი რო იყოს რუსთაველზე, ისედაც გადაიკეტება სულ აი მართლა ვერ ვიგებ, აი რაღაცა არალოგიკურ და რჩევა მექნება, რა აზრი აქვს ამდენ წვალებას. ისედაც ყველა მიცის ან ამ ჯარიმებს რატო წერთ, ან ამ ხალხს რატო ჩხრეკთ და რატო იჭერთ. ანუ ყველამ ხო ვიცით რატო ხდება და აი ეს ვითომ სამართლებრივი სარჩული ვისთვის კეთდება. ამ ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვისაც აქვს იმის შეგრძნება, რომ აი ეს ხალხი, რომლებიც არიან დაჭერილები იმის გამო, რასაც ედავებიან, ამ ხელა არაადეკვატურ მართლა გვამბობ, აი არაადეკვატურ ჯარიმის ოდენობას 5000 ლარს რომ ამდენ 1000 ადამიანს უწერთ. ესეც ხო ვიცით რომ იმის გამო არ უწერთ რომ მართლა გზა გატაკეტა და რაღაცა. ანუ ეს ხო ვიცით, ანუ ეს ამ ხელა ჯარიმა რატოც გახდა. მე რატოს პირდაპირ რო გააკეთოთ, რა უბრალოდ აი არ გვევასებით და ანუ ჩვენ რო არ გვეთანხმებით, მაგიტო ანუ ჩვენ რო არ გვეთანხმებით, მაგიტომ გიწერთ ჯარიმას. ხო შეიძლება ასე გასაგებად რო იყოს, რომ აღარ ვეწვალოთ და არც თქვენ არ იწვალოთ და არც ეს სასამართლო არ მოკლედ ისიც შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ გასაჩივრება მოხსნათ ამის რა, ანუ უფრო მარტივად ხო შეიძლება, რომ ანუ თქვენი ნება არ არის, თქვით რომ ანუ ეს ჯარიმა რომ მოდის გასაჩივრებას არ ექვემდებარება არც ერთ ინსტანციაში. ხო შეგიძლიათ ეგეც გააკეთოთ, იმიტომ რომ აი ეს ამ ხელა გაწერილი და ავიცი გასპექტაკლებული რაღაცეები რა საჭიროა, ხო? ადექით და თქვით, ანუ მართლა ვერ ვიგებ რა საჭიროა ამდენი რაღაცა. აი დღეს ამ კაცთან რო შეხვედით, ანუ სახლში და რო ედავებით, რომ თითქოს ვიღაცას ჯერ ადამიანი ამბობს ჩვენებაში, რომ მე თვითონ გავაგზავნეო ესენიო და ადამიანი 2 წელი აგზავნიდა რაღაცებს და 2 წელი არ იცოდა თურმე ვის უგზავნიდა. მე ვიცოდი რომ ჩემს რაღაცა პარტნიორს ნუ არ მინდა ჭორაობას დაემსგავს, მაგრამ არის ეს ჩვენება ოფიციალურად სკრინი დევს
და შეგიძლიათ ნახოთ რა, უბრალოდ რას ედავებიან. ასე მართლა გეუბნებით, არავისი არ არის პრობლემა, კაცო. რაღაც აი რა გინდათ ამდენი რაღაცა სპექტაკლი, ათექით და ამ ადამიანს რა პირდაპირ რაღაცა შეტენეთ, რავი, რამე შეტენეთ, რა თუ შეტენა გინდათ, რაღაცო წვალობთ. მართლა ვერ ვიგებ. აი ვიღაცა როარ გევასებათ, რატო წვალობთ რაღაც სამართლებრივ სარჩულს და რაღაცა რაღაცო ეწვალებით ასე. პირდაპირ აიგე დაიჭირეთ. რა პრობლემაა? რა თუნდა ამას, ვისთვის არის მართლა? ვინც აქამდე ვერ მიხვდა რამეს, იმისთვის რაღა აზრი აქვს ახლა. ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა რეალობა არის და რა რატო ხდება, ვის რატო ცემენ, ვის რატო იჭერენ, ვის რატო აჯარებენ, ვის რატო უჩივიან. თუ აქამდე ვერ მიხვდა, იმათთვის რაღა აზრი აქვს, თუ იმათთვის აკეთებთ, რა თქმა უნდა. იმათ ეგ ისედაც არ აინტერესებთ. და დანარჩენი მეორე მხარე ის ვისთვისაც შეიძლება აკეთებთ, ისინი იმათ არავის არ ჯერა. არც თქვენ მომხრეებს, არც თქვენ მოწინააღმდეგეს, ანუ არავის აღარ ჯერა. ან თქვენი მომხრეები გიჭერენ მხარს იმაშიც, აი რო თქვათ, რომ აი ამათ, ვიცი, ვესვრით ქუჩაში, თქვენი მომხრეები ძირითად ნაწილი იტყვის, ოკეი, ვესვრით არ გვევასებიან, ეგენი გვაპიდარასდებენ, ეგენი სახელმწიფოს გვართმევენ, რა ვიცი, ეკლესიას ანგრევენ, რაღაცა უამრავი რაღაცა, იმათ ისედაც ჯერათ ეგ. და ეს უცხოელებსაც არ ჯერათ თქვენი. ანუ არავის ვისთვისაც შეიძლება აკეთებდეთ, არავის აღარ ჯერა. ვისთვის აკეთებთ? მართლა მაინტერესებს. ანუ რა კატეგორია, რა პროცენტი არის, ისთვისაც აი ამ ხელა რესურსი იხარჯება რა. ეგ ფული მაშინ რა ვიცი გამოვიყენოთ რა, მაინც ესეთ ქვეყანაში ცხოვრობდა რა, რაღაცეებში გამოვიყენოთ რა, გზები დავაგოთ. აი სოფელში კარალეთში ჩემთან არის დედა მოტყნული გზა ჩემ უბანში. წამორა ეგ დავაგოთ რა, რამდენიმე საქმეს ნუღა დახარჯავთ ამ ხელა რესურსს და წამო ეგ გზა დავაგოთ. მაინც ხო ამ მდგომარეობაში ვართ. მაინც ხო არაფერი არ იცვლება ეხლა ეს და წამორა და გზა დავაგოთ, რაზე ხარჯავთ ამ რესურსს. აი მე მაგალითად აი მე ხო მიცნობთ ვინცაა, მე ვიცი რატოც აკეთებთ მაგას. ნუ წვალობთ. ანუ არ იწვალოთ, წამო გზა დავაგოთ კარალეთში. არ იწვალოთ, აი აზრი არ აქვს მართლა აი მაგას ეხლა ისთვისაც თქვენ აი ამ ხელა სპექტაკლს ატარებთ. ჯერ აქამდე ნუ აი ის სხვათა შორის უკვე მომეწონა ის, რომ სასამართლოში კი არ აჯარიმებდით, იმიტომ რომ ამას ხო სასამართლო ევჭირდებოდა, ანუ სასამართლო გადაეტვირთა, ნუ აი ესე ხალხი გაშტერდა უკვე, ამიტომ პირდაპირ პოლიციას მიაქვს, ხო ეს ჯარიმები. ეგ მომეწონა, იმიტომ რესურსი არ იხარჯება, უკვე რაღაცა აი ამ მიმართულებით მინდიხართ. ეხლა აგერ გაძლევთ. კიდე უკეთესი, მაინც ხო აჯარიმებთ ამ ადამიანებს. მაინც ხო დადის ეს ხალხი რაღაცა. ეს ხალხი აქციებზე მაინც დადის, ჯარიმებს უწერთ. მოდი ეგ პირდაპირ რა გავაკეთოთ, რამე სხვა რამ მოვიფიქროთ. დრო არ დავხარჯოთ, ანუ ერთ რაღაც ხალხი გამოყავით, ერთი 50 კაცი, მაინც ათასობით ხალხს აწვალებდა. რო აი ესე გადაუღონ სურათები და პირდაპირ ატვირთონ რაღაცა კონკრეტულ გვერდზე, რომ თქვენ დაჯარიმებული ხართ. ახლა რაში გაინტერესებთ, ნახავს თუ არა, თუ ეგ ის თქვენ ხელში არ არის? ამ კონკრეტულ რაღაცა დაპოსტვის შემდეგ ჩაითვალოს, რომ ჩაბარებულია. ან პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ეს კონტროლას რო გააკეთებენ ხომ, ხო, სია ჩამოწეროთ, დიდი სია და ანუ განათავსოთ საიტზე და ყველას მოუწოდოთ თქვენი მეშვეობით, ტელევიზიების და ასე მეშვეობით, რომ ამ სიაში თუ თქვენ თავს ამოიკითხავთ, ესე იგი დაჯარიმებული ხართ. აი ჩამოწერეთ სია, დიდი სია. ავიცი, რამდენიც არის, რავი, კი, წერასში დრო წავა რეალურად, მაგრამ ნუ მაინც წვალობთ და ჩამოწერეთ ეს სია, ან ChatGPT-ს რო უთხრათ რა, რავი, რაღაცეები ტექნოლოგიები შეიტანეთ მაგას. ჩამოწერეთ და ვინც ამ სიაში ხართ, ესე დააწერეთ, ყველა დაჯარიმებული ხართ 5000 ლარით. მორჩა. ანუ ეს ხალხი არ ატაროთ. და ეგ ფული, რომელიც დაიზოგება ახლა ამ ჩემი იდეით, წამო კარალეთში, ნასელეებში, იმიტომ რომ ვეღარ დავდივარ, მაღალი გამოვლობის მანქანა მყავს და მაინც ვეღარ დავდივარ, გზა დავაგოთ. და დავარქოთ, აი, რავი, რაღაცა, არ ვიცი, რამე ეგეთ სიმბოლური სახელი დავარქოთ რა. გზის გადაკეტვის სახელობის გზა გავაკეთოთ. აი მართლა გეუბნები, სერიოზულად უკვე მართლა ვეღარ აღვიქვა. აი მართლა.
მართლა ვერ აღვიქვა. ანუ ადამიანებს აჯარიმებენ, ეს ადამიანები ამას ასაჩივრებენ, ეგრევე არ იხდიან, რაღაცა ხალხს არ ეშინია, რაღაცა და ამას უყურებთ ასე რა. ასე ხანასე, ანუ ასეთი ჯარიმებს წერენ, ხალხი არ იხდის, მერე რაღაცეებს აბრა, კაცტენია რომ კიდე თუ არა ვიღაცამ თვითონ გაუგზავნა, არ ვიცი თან გაუგზავნა თუ არა, მაგრამ ოკეი, რაც წერე ჩვენ ამაში სურათები გაუგზავნა და ვიდეოები. ვიცი რა ხდება რა ხალხი ეს ერთმანეთს უგზავნის რაღაცეებს, ზოგი ინტიმური შინაარსის მესიჯებს, ანუ ზოგი ვიდეოებს, ანუ ჩუმად გადაუღო ვინმე. ანუ თვითონ 2 წელი ადამიანმა თურმე ვერ გაარკვია სურათებს ვის უგზავნდა და ეს უნდა დავიჯეროთ ჩვენ. ხდებით? 2 წელი ადამიანი ამბობს, რომ არ იცის ვის უგზავნიდა სურათებს. შიშველ სურათებს თვითონვე წერს აქ. და ვიდეოებს. და მე მეგონაო 2 წელი ხალხო. რა ვიცი აბა. რა ვიცი. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? შეგიძლიათ ნახოთ ეს ჩვენება, მართლა არ ვიცი რა. აგერ თვითონვე ამბობს, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე ვაკეთებდი ამას, ანუ აგზავნე და ფოტოებს. ანუ ამ წლებში, ანუ 2021-2023 წლებში აგზავნე. ანუ ამ რამდენი დღე არის, ხო წარმოგიდგენიათ? და ადამიანთან შევიდნენ სახლში, ამოიღეს ტექნიკა, დააწიოყეს და ეუბნებიან, რომ ვიღაცამ მერე უკვე ამ პერიოდის მერე 2023 წელს დამთავრდა ეს ყველაფერი. ამ წლების მე 2025 წლის თებერვალია და ახლა იგრძნო დაზარალებულად თავი. და ჩვენ, ანუ ისეთი დებილები ვართ ქვეყანაში, იმდენად დებილები ვართ, და ჩვენ ეს უნდა გვჯეროდეს. ხო და ისე ვიქნივალ რა. არავის არ ჯერა ეგ. აი არავის არ ჯერა დედამიწის ზურგზე რასაც აკეთებთ. და მოდი პირდაპირ გააკეთეთ რა. პირდაპირ გააკეთეთ. იმიტომ რომ როგორც ხედავ, სანდრო ცნობილაძე კი არა, რამდენი ისეთი ადამიანი იყო მართლა პატივსაცემი, ღირსეული, ყველას ედგადაუარეთ, ხო? ყველას აბსოლუტურად. და დარჩა რაღაცა ვიწრო ბირთვი, ვინც ამას აკეთებს და ასევე ძალიან ვიწრო წრე, ვინც ამას აპრავებს. აი ეს არის სულ თავი და ბოლო. მეტი არაფერი, დანარჩენი მოსახლეობას არავის არ ჯერა იმის, რომ ვიღაცა მართლა რაღაცას ეგრე აშავებს, ამდენი 1000 ადამიანი თურმე თვითნებურად კეტავს გზას, არავინ არ არის მომკითხავი 5000 ლარი ვიღაცამ რო თქვა, ეს იყოსო ჯარიმაო. რაზე დაყრდნობით არის 5000 ლარი და რატო არ არის 15000? ანუ რაღაცა რაზე დაყრდნობით გააკეთეთ. ან რატო არის უფრო დამაზიანებელი გზის გადაკეტვა, თუნდაც თვითნებურად დამაზიანებელი გზის გადაკეტვა რატო არის უფრო და რატო არ არის, რა ვიცი, სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულას გადაკვეთა, წითელზე გავლა, რა ვიცი, ნასვამი რო არის მძღოლი, რამდენია ჯარიმა? არ ვიცი მე უბრალოდ არ მაგ შეხება და არ ვიცი, რა რამდენია ჯარიმა ნასვამ მძღოლზე. ანუ ხდებით ხო არაადეკვატ ვიღაცამა ესე თქვა, რომ ეხლა ჩვენ ხელს გვიშლის გზის გადაკეტვა, ხო? ამიტომ ვინც კი გზაზე იქნება, თვითონ გადაკეტავს თუ არ გადაკეტავს, ყველას 5, ანუ ესე არის გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ ვიღაცამ ხო თქვა ეგ ციფრი, რაზე დაყრდნობით, რაღაცა ხო უნდა შემეძლოს ჯარიმის გადახდა. ანუ ხო უნდა შემეძლოს, რას ნიშნავს, რომ ანუ მე საერთოდ ამ ქვეყანაში არ მაქვს არაფრის თქმის უფლება, ანუ პროტესტის გამოთქმის უფლება არ მაქვს, ანუ საერთოდ არაფრის უფლება არ მაქვს. მინდა პროტესტი გამოთქვა. უნდა გადავიხადო 5000 ლარი. რა ვიცი. და გონია ხალხს, რომ ამის, ანუ ჩვენ გვჯერა ერს, რომ ეს არის ჩვენივე კეთილდღეობისთვის თუ რავი რაღაცის.
აქ არ შევალ ახლა იმ მაშინ რა ქვია პოლიტიკურ ამბებში რომ ეს რა ქვია რომელი პოლიტიკური პარტია მინდა იყოს და ტრამპი მინდა თუ ბაიდენი თუ ზელენსკი თუ პუტინი მაგაში არ შევა არა აი უბრალოდ ჩვენ თვითონ აი ჩვენ როგორც გვექცევიან მაგაზე ვლაპარაკობ ერთს როგორც ექცევიან აგერ ჩემი დიშვილი არის 3 თვის და ჩემი სიძე დააჯარიმეს 5000 ლარით რავი და კიდე ჩემს გარშემო აგე ჩვენი მეგობარი სოლომონი გოგაშვილი დააჯარიმეს კიდე ეგეც ჩემი კოლეგა და მეგობარი ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი დააჯარიმეს აი ესე აფრიალებენ 5000 ლარს თითქოს ზოგს 2-ჯერ და 3-ჯერ დაუწერეს აი და ამას უყურებთ აი ამ მარაზმს უკვე რამდენი ხანია და ამაზე რომ საუბრობ მე ვარ ნაცი მე ვარ რა ვიცი ქვეყნის გადამგდები რა ვიცი ომის პარტია და კიდე რავი უამრავ რაღაცას დამაბრალებენ ფაქტი ხო ფაქტად რჩება რომ ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი ფაქტი ხო ფაქტად რჩება რომ არაფერი ნორმალურად არ მიდის ქვეყანაში ხო უყურებთ ამას ანუ როდემდე მე ბევრ ადამიანს ვიცნობ რომლებიც ამით დაზარალდა მართლა მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიცნობ ასევე ადამიანებს ბევრს არა რომლებიც ისე მიდის ცხოვრება ახლა თითქოს აი არაფერი არ ხდება რა ნუ რა ვერ ხედავენ ამ მდგომარეობას რა ჩაულებრივი ამბავი ვიცი რანაირად ხო და ვინც მოისმინეთ და ვინც ნახეთ ეგ ჩვენება თქვენი აზრი მაინტერესებს რას ედავებიან სანდრო ცნობილაძეს აი მართლა მაინტერესებს ანუ გინდა მორალურად შეაფასეთ გინდა ვინც იურისტი ხართ ან ეგ ეხება ანუ იცით ეგ საქმე გინდა სამართლებრივად მართლა მაინტერესებს ანუ რას ედავებიან ამ კაცს ანუ რაშია დამნაშავე მართლა არ ვაპირებდი დღეს ამას საუბარს უბრალოდ მთელი დღის მანძილზე მთელი დღის მანძილზე ანუ რაღაცა სახეხლას ვაპირებ გასვლას ანუ საქმეზე და მთელი დღის მანძილზე ვერ მოვიცალე იმისთვის შემეხედა საფუძვლიან ტელევიზორისთვის და უბრალოდ ეს ჩვენება შემხვდა Facebook-ზე რა სკრინი და მე ვნახე ტელევიზიითაც რომ ადამიანთა სახში მივიდნენ და ესეთი ამბავი ხდება და ნუ აი უბრალოდ თან ვის ნუ აღარ ჩავალ ახლა საკმარისზე მეტმა თქვა იმ ხალხმა ვინც შემზე უკეთ იცნობენ სანდრო ცნობილაძეს უბრალოდ ჩემთვის არის ადამიანი რომელსაც პატივისცემ როგორც თავის საქმის პროფესიონალს და თავის საქმის მწოდნეს აი ზედმიწევნით მწოდნეს ადამიანმა რომელმაც ზეპირად იცის უამრავი რამე და ძალიან კვალიფიციური არის თავის საქმეში არაფერი ვინც არ ეთანხმება მათე ერჩიან თორე მეტი არაფერი მიზეზი არ არის ხო ანუ აი მე რა ქვია ჟორენა მაგას ედავებიან რომ ადამიანი უგზავნიდა თვითონ და ვითომ ნუ აბრალებს რომ ისო მატყუებდა რომ ჩემი სექსუალური პარტნიორი იყო ყოფილი თუ რაღაცა მართლა მაინტერესებს 2 წელი რა აი კაი თავიდან დაუშვათ რა ყველაზე ცუდ ვარიანტი ჯერ დავიწყოთ იქიდან არსად არავის არაფერი არ გაუვრცელებია ხო ანუ შენ უგზავნიდი კიდე გავიგებდი რომ ვიღაცამ რაღაცა გაუვრცელა თავის პირადი ამსახველი კადრები თვითონ აგზავნიდა თავისი ტელეფონიდან აგზავნიდა სხვასთან ის არ ავრცელებდა ამას აი კიდევ გეუბნები ეს კაცმა არის ეს ეგრე იყო თუ არა მაგრამ აი დაშვების დონეზე უშვებ რა აი მართლა გეუბნები სიგიჟე ეგრე კიდევ გეუბნებით ამ ეპოქაში ციფრულ ეპოქაში რაც ეს დაიწყო ეს აბსოლუტური ნორმა არის ბევრისთვის გასაგებია ნუ ზოგისთვის ამორალურია ზოგისთვის მიუღებელია ზოგის გაუგებარია მაგრამ ამ ციფრულ სამყაროს ადამიანები ვართ ადამიანებს სექსუალური ლტოლოები და ასე შემდეგ გააჩნიათ და ვინ როგორ რას უგზავნის ერთმანეთს ნებაყოფლობით
ეს მათი პირადი საქმეა. მაგრამ მე შემდგომში ამას ვინ გამოიყენებს ამ სიგიჟით, აი უკვე მართლა გაუგებარია. ეს თუ პრეცედენტად დადგინდა, აი ეს რაზეც ახლა არის საუბარი. მაშინ გამოდის, რომ სადაც ვინმესთვის რამე გაუგზავნია, ერთჩვენიერ დღეს შეიძლება ხელი დავადოთ მეორე ადამიანს თუ ვინმესთან რამე გვაქვს გაგზავნილი, ან რამე აქვთ გამოგზავნილი, რომ აი შეუძლია თქვას, რომ აი მე მომატყუა და რაღაცას დამპირდა რა სიგიჟეებს და გამაგზავნინა, ისინი რა ქვია. ფოტოები, ან ვიდეოები, ან რა ვიცი რამე. ხო და რავი, ეხლა თუ ასე ქვეყანაში მივდივართ მანდ. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა რომ აი ამ ახლა მე რაზეც გესაუბრებით, აი ამის გამოც ვინმე მომედაოს სამართლებრივად. და მითხრან რომ მე აი ამ საუბრებით ქვეყნის გადატრიალების მცდელობას უწყობდი ხელს, მუხტი ავწიე, დავუპირისპირდი სამართალდამცავ ორგანოებს, ეჭვი შევიტანე პროკურატურის და საგამოძიებო უწყების მუშაობაში, რავი, უამრავ რაღაც შეუძლია ამ ასე ყველაფერზე შეგვიძლიათ რომ თქვა ხვალ ჩემთან შემოვიდნენ პირობითად და ჩემი ტექნიკა ამოიღოთ. ან რა ვიცი რა, უამრავი რა. ასე მივდივართ. მოკლედ ეს არის რაც არის რა. არ ვიცი ვინ რას ხედავს, ან ვინ რას ფიქრობს, ან ვინ რას გრძნობს. მაგრამ ჩემი ერთი ადამიანის გადასახედიდან ასე დიდხანს ვერ გავაგრძელებთ. ანუ ასე ვერ გაგრძელდება ხალხო. ნანკა ირემაძე, თქვენ ახლა ისეთ რაღაცას წერთ, რომელიც არის ორი ადამიანის ინტიმური საქმე. მე ამაში არავის არ განვიკითხავ. ეს არის ორი ადამიანის საუბარი. ჩათვალეთ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება. პირისპირ. ამიტომ იქ რაზე ისაუბრებენ და ერთმანეთს რას გაუგზავნიან, ეს მათი საქმეა. მეორეა ვინ დაიწყებს ამაში ქექვას და მერე ვინ გამოიყენებს ამას არასწორად. ამიტომ რაც დაიწყო ციფრული სამყარო, როგორც ადამიანები წლების წინ ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილებს ინტიმური შინაარსით, ასე ხელდაწერილს და ატარდნენ პოსტას და ასე შემდეგ, იყო ასე. და როგორც ასევე ორი ადამიანი ერთად გვერდიგვერდ ხედან და ერთმანეთს ანეფერებიან, ან სექსი აქვთ, ან რა ვიცი რა, ანუ ეს არის ორი ადამიანი, იგივენაირად არის ორი ადამიანის საქმე ეს, ამიტომ ეს ნორმალური გოგო და ნორმალური ბიჭი არ გააგზავნის მასეთ ფოტოებსო, ხო? ამაში ვერ დაგეთანხმებით. ეს არის ორი ადამიანის საქმე. შესაბამისად, გავიაროთ ეს თემა. აქ არის სხვა ამბავი, სხვა ნაწილი, ვინ როგორ იყენებს ასეთ რამეებს. და ვინ როგორ, ეხლა უბრალოდ გამოიყენეს, არ ვიცი, რამდენად რეალურია, ეს ჩემი საქმე არ არის და არ მჯერა, მაგრამ რეალური იქნება თუ არარეალური იქნება, არანორმალურ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება. უკვე ანუ ამის თვალის არიდება როგორ ხდება ვერ ვიქით, ანუ აი ვხედავთ ამას და გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ვარ ტელევიზორთან, არ უყურებ ტელევიზორს ხშირად და საინფორმაციო რაღაც, ანუ ეს მუხტი ისედაც ტრიალებს. ეს ისედაც ტრიალებს, არსად არ მიდის. ხო და რა ვიცი, ალბათ ყველამ უნდა ვიფიქროთ რა ხვალინდელ დღეზე რა. არ ვიცი. და რა ვიცი, გულწრფელად წყდება გული რა. იმაზე რომ აი აქამდე მივედით მართლა. აი ამ სიბინძურემდე მივედით და საზიზღრობამდე მივედით. გულის ამრევია უკვე რა ხდება. გულის ამრევია, ანუ
არა ვერც წარმოვიდგენდი აქამდე როგორ უნდა მივსულიყავით. ეს ასე არ დასრულდება. ასე არ დასრულდება. იმიტომ რომ არ ეგუება ხალხი. ამდენი ხანია გინახავთ თქვენ ქუჩაში ხალხი. არ ეგუება. და ფეხებზეც კიდია. ფეხებზეც კიდია ჯარიმები. ამ ხედავთ ამას. და ვაღაც კუთხით ეგეც მაშინებს, იმიტომ რომ ხვალ კიდე რა მოუვათ თავში და რეებს იზავენ არ ვიცი. ნახოთ. აქ უკვე არის ყველაფერი შემოსული all-ins რო ეძახიან, ანუ ყველაფერი დადეს ფსონი რა. ყველაფერი. და მაგიტო არის. მე უბრალოდ ამას რატო აკეთებენ, ვინც გეგმავს, ხო? და ვინც ამ ბრძანებას გასცემს. ეს ვიცი. ვერ ვიგებ შემსრულებლებისას ამ ყველაფერს, ვინც ამას ასრულებს, ვერ ვიგებ, ანუ რა გამოდის, რომ ეს ხალხი, ვინც ამას ასრულებს, ამდენი 1000 პოლიციელი, ამდენი 1000 მოსამართლე, ამდენი პროკურორი და ასე, ანუ ეს ხალხი, ვინც ამას, ანუ ასრულებს, რა გამოდის, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ? მე მჯერა რომ საკუთარი აზრი გააჩნია და უფრო უბედურებაა რომ საკუთარი აზრი გაგაჩნია, იცი რომ ეს არასწორია და მაინც აკეთებ. და ამის მე რომ უფრო ვერ ვიგებ იმ ხალხისას, ვინც ამას ნორმად იღებს, ანუ ვიღაცები არის, ვინც ნორმაა ეს. ვიღაცებიც ნორმა გახდა. არც აინტერესებთ დამნაშავე არ დამნაშავე, ну არ ანუ ეს ოპოზიცია, ეს ლაპარაკობენ, ეს ოპოზიცია, ეს პოზიცია, ანუ ეს ოპოზიცია, ეს ლაპარაკობენ, ეს სანდრო ცნობილაძე არის ოპოზიცია. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება კომენტატორია. ეგ არის ოპოზიცია, ანუ რო არ გეთანხმება რაღაცაში, ანუ მტერია და ყველაფერი სიბინძურე შეგიძლია შეტენო და დააბრალო. ყოჩო. ავად აღარ დაგლით რა. ესაა რაც არის. უბრალოდ ძალიან გული მწყდება, რომ ამ მდგომარეობამდე მივედით და არც ჩანს როდის დამთავრდება ეგ რა. აბა ჰე